ხელმძღვანელი კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23 მუხლის მეოთხე პუნქტის 65 მუხლის მე-9 პუნქტის 77 მუხლის მე-6 მე-7 მე-8 პუნქტების 77 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 10 სექტემბრის ნომერი 01-02/1386 წრეების საფუძველზე ნომერ 59 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს. მუხლი პირველი. შეიქმნა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის გამონაკლის შემთხვევაში ნომერ 34 საარჩევნო უბანი მისამართი თერჯოლა სოფელი სიმონეთი. მუხლი მეორე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გადაეცეს ნომერ 21 ქვედა სიმონეთის საარჩევნო უბანს. მუხლი მესამე. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩვიდდეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედეს მიღებისთანავე. მეთაურს ზუსტად 32 მუხლის D პუნქტის შესაბამისად უნდა მოემართა აუცილებლად ოლქისთვის 1 ივლისამდე და წარმოედგინა სია. აი აქ არის პირველ D პუნქტი საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო ძალებისა და შენერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურები ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურის და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო წლის არა უბიანეს 1 ივლისისა. უყაროთ კენჯევინარ თანასწორი. უბნის შექმნისთან ახლა კომისიის განკარგულების საფუძველზე მიიღო აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება, რომ ქვედა სიმონეთში გახსნეს კიდევ ერთი სპეციალური უბანი. და ეს უბნის გახსნა ეწინააღმდეგებოდა მთელი რიგი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებს, ამიტომ ჩვენ ბლოკი ბიზინა ივანიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენლები აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, საოლქო გადაწყვეტილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ალბათ სასამართლოდაც მივიყვანს შემდეგ ეს საქმე. ეს უბანი არასოდეს არ შექმნილა. მესამე წელია აქ არჩევნებს ვატარებ და ოლქში ვარ კომისიის წევრად. არასოდეს რომ ორი კვირის წინ გავიგეთ ჩვენ აქ ოლქში შემოვიდა ინფორმაცია თავმჯდომარის მოადგილიდან, გავიგეთ რომ უბანი უნდა შექმნილიყო და მაშინათვე ავტეხე განგაჟი რომ რატომ მეთქი არასოდეს არ ყოფილა სამხედრო ნაწილი ჩვენთან იმ რაოდენობის რომ ჩვენ უბანი შექმნილიყო. ან თუ იყო მცირე რაოდენობის თქვა სპეც მოსამსახურები რომელიმე უბანს მივამაგრებდით ეს 50 ადამიანს აქცილდებოდა ხოლმე და ფიქრობდი რომ ალბათ შეიძლება რაღაც 50-დან 100 კაცამდე, მაგრამ აი ის რომ მოვიდა უკვე რიცხოვნობა 902 ადამიანი, ესა უკვე ერთი ბატალიონი. ზემოთ ბაზა არ არის. ზემოთ არის სასურველეთი. თქვენი მანქანა? მუდმივი დისლოკაციის. მეთაური კომანდის მუდმივი ეს მანქანა თავი. იმათ ჩემი მეგობრებო, მე უბრალოდ მუშაობ რა. და რამდენი ხანია რაც არავინ არაფერი არც ეს უცბად აშენდა სასტრაფოდ უცბად აშენდა. იმათ შეიგეთ თუ რამე ინფორმაცია მეთაური არ მაინტერესებს რა შეიძლება მანქანა აგრედიტირება არ გადი ახლა არ მინდა ვქცევა საარჩევნო უბანი მიდი დავაი არ მინდა ახლა გაწყენიო გინდა რა გინდა აი გასაგებია მაგას გადი დავაი საარჩევნო უბანი სადაც არ მაინტერესებს ადი ხო იტა იგით გასაგებია